უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში საქართველოში 6500-ზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული. მართალია მათი დიდი ნაწილი მოგვიანებით გამოჩნდა, მაგრამ 1000-ზე მეტ ადამიანს დღემდე უშედეგოდ ეძებენ. ისინი თითქოს უკვალოდ გაქრნენ. ისევე უკვალოდ როგორც თავის დროზე ჯიმი ჰოფა, ამელია ჰერჰარტი, დი.ბი კუპერი, უამრავი სხვა ადამიანი, ისტორიული შენობა, ცხოველთა სახეობა თუ სხვა რამ. რას ნიშნავს გაქრობა? როგორ უნდა გაქრეს რაღაც ისე, რომ მისგან არაფერი დარჩეს? სად ქრებიან ადამიანები, როდესაც მათ ვერ პოულობთ? სად ქრებიან წერილები, როდესაც მათ წვავთ? სად ქრებიან თვითმფრინავები ან გემები? სად ქრებიან ფაილები, როცა მას კომპიუტერიდან ვშლით? მოდი ამ უკანასკნელით დავიწყოთ. წარმოიდგინე, რომ კომპიუტერში ჩამოწერე მუსიკალური ალბომი, რომელსაც მოусმინე და აღმოჩნდა, რომ არც ისეთი კარგია, როგორც შენი მეგობრები ამბობდნენ. ამ დროს ასიზამ, მონიშნავ ფაილს და წაშლი. თუმცა რა თქმა უნდა, იცი რომ ეს ფაილი ჯერ კიდევ შენს კომპიუტერშია, კერძოდ კი ციფრული ნაგვის ურნაში. ახლა უკვე ნაგვის ურნას გაასუფთავებ და მშვიდად გააგრძელებ ცხოვრებას უკეთესი მუსიკის ძიებაში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ შენი წაშლილი ფაილი ისევ იქვეა, შენს კომპიუტერში. უფრო მეტიც, ის ისევ იქაა, სადაც ბოლოს ნახე. უბრალოდ შენთვის ფაილი მონიშნულია როგორც წაშლილი. როდესაც ფაილს შლი, რეალურად ქრებიან მანიშნებლები, რომლებიც გეუბნებიან თუ სად არის შენი ფაილი და რადგან მანიშნებელი გაქრა, ესე იგი შენთვის ფაილის გამქრალია. შენ შეგიძლია წაშალო, გადააწერო ან გაანადგურო ფაილები, მაგრამ ყოველთვის არის თუნდაც მიზერული შანსი, რომ არასწორი ადამიანის ხელში ის ისევ აღდგეს. ამ შიშის გამო ხშირად დიდი კორპორაციები და სახელმწიფო სამსახურები გამოუსადეგარ პარტისკებს აფრიკაში აგზავნიან, სადაც მათ სამუდამო განსასვენებელი ელოდებათ. თუმცა, ციფრულ სასაფლაოზე ჯერ კიდევ იპოვით მოხეტიალე ადამიანებს, ვინც გადაყრილ ნივთებში დავიწყებულ ფაილებს ეძებენ და ზოგჯერ პოულობენ კიდევაც. ერთი შეხედვით გაქრობის ეს ჯაჭვი უსასრულოა, მაგრამ საინტერესოა წარმოვიდგინოთ თუ რა მოხდებოდა მაშინ, თუ ყველაფერი რაც გონია რომ გაქრა, ერთ დღესაც ჩვენ თვალწინ გაცოცხლდეს. ნუ ადამიანების შემთხვევაში ეს ხშირად შეუძლებელია, მაგრამ ყველამ ვიცით რომ 2013 წელს მალაიზიიდან გასული Boeing 770 სადღაც ინდოეთის ოკეანეში განისვენებს. თუმცა საუკუნის ყველაზე მასშტაბური ძებნის ოპერაციის მიუხედავად, მისი ზუსტი კოორდინატები დღესაც არ ვიცით. რეალურად ვიცით სად არის, უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ის მანიშნებლები, რომლითაც მას ვიპოვით. შესაბამისად ის ჩვენთვის გამქრალია. თუ მანიშნებლები არ გვაქვს ცდომა არც ფაილებზე და არც ჩვენს მოგონებებზე, იმიტომ რომ ადამიანის გონებას შეუძლია მარტივად დაივიწყოს ინფორმაცია, რომელიც თუნდაც 10 წუთის წინ მიიღო. მოდი ამჯერად განვიხილოთ თუ როგორ იშლებიან ფაილები ჩვენი გონებიდან. დავიწყების მექანიზმზე საინტერესო შეხედულება ჰქონდა გერმანელ ფსიქოლოგ ერმან ებინგჰაუსს, რომელიც იდეაში პირველი იყო, ვინც მეხსიერების ფენომენის ექსპერიმენტული შესწავლა დაიწყო. მისი კვლევების მიხედვით, დამახსოვრებიდან 20 წუთის შემდეგ მიღებული ინფორმაციის მხოლოდ 60%-ს შეგვიძლია მივხვდეთ. ერთი კვირის შემდეგ ინფორმაციის 25%-ის გახსენებაც კი გაგვიჭირდება. თუმცა საინტერესოა, რამდენ ხანში შეიძლება დაგვაუწყდეს ინფორმაციის 100%. ანუ საბოლოოდ როდის ქრება ჩვენი გონებიდან ინფორმაცია. ბუნებრივია დავიწყების პროცესს არასასრული შედეგების დევს თან, რადგან ამ დროს შეიძლება ჩვენი გონებიდან გაქრეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგრამ ისევე როგორც ნებისმიერ კომპიუტერს ადამიანის გონებასაც აქვს მოცულობა და ეს მოცულობა ლიმიტირებულია. მას არ შეუძლია ყველაფერი ერთდროულად დაიდიოს. შესაბამისად მეხსიერება შერჩევითია, მაგრამ როგორ ირჩევს გონება რა დაემახსოვროს და რა დაივიწყოს? აუცილებლად უნდა გაუსვა ხაზი, რომ ეს საუბარი არ ეხება დემენციას ან კლინიკურად უფრო სერიოზულ და უფრო სენსიტიურ მოვლენებს. აქ საუბარია დავიწყების ფენომენის ფსიქოსოციალურ მახასიათებლებზე. ჩაქრობის თეორიის თანახმად გვავიწყდება ის ინფორმაცია, რომელსაც ხშირად არ ვიყენებთ. ეს იგივეა, რომ გაყოლულ ბილიკზე სიარული მიატოვო და ერთ დღესაც აღმოჩნდეს, რომ ბილიკი ბალახმა გადაფარა და ის უკვე აღარ არსებობს. არსებობს ინტერფერენციის თეორიაც, რომელიც ამბობს, რომ გონებაში შემოსული ახალი ინფორმაცია ასუსტებს ძველს და განდევნის მას. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით გონებაში ინფორმაციის დაკარგვა ხდება მას შემდეგ, რაც ქრება სტიმული, რაც ამ ინფორმაციის დამახსოვრებაში გვეხმარებოდა. შესაბამისად, როგორც ფაილის წაშლისას ხდება მანიშნებლის და არა რეალური ფაილის წაშლა, ზუსტად იგივე მექანიზმი მეორდება აქაც. მანიშნებლის გარეშე ინფორმაციის გახსენება კი ისეთია, დიდ ბიბლიოთეკაში შეხვიდე და იძებო წიგნი, რომლის არც ავტორი გახსოვს და არც სათაური. ფილმში მემენტო მსგავსი მანიშნებლის როლს ასრულებს პოლაროიდის ფოტოები ლეონარდ შელბისთვის, რომელიც თავის ამნეზიას ამ ფორმით ებრძვის. მან იცის, რომ ყოველი ახალი ინფორმაცია მალევე დაავიწყდება და ცდილობს ძლიერი სტიმულების შექმნას, რადგან ხდება, რომ შესაბამისი გასაღების გარეშე გონების კარს ვერ გააღებს. ასეთი მაგალითები თავისთავად გვხვდება არა მხოლოდ ფილმებში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ამ თეორიების მიმოხილვისას ვერ გავექცევით ერთ ადამიანს, რომელიც ფიქრობდა, რომ დავიწყების ფენომენი დასწავლის ან გახსენების არასწორი მეთოდით კი არ არის განპირობებული, არამედ პიროვნული მოტივებით. რა თქმა უნდა, ვსაუბრობ ფროიდზე, რომლის ფსიქოანალიზის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ის არის, რომ ფსიქიკურ მოვლენებს აქვს საზღისი. ანუ შემთხვევით არაფერი არ ხდება, მათ შორის არც დავიწყება და არც გახსენება. ეს ეხმაურება ფსიქოანალიზის კიდევ ერთ პრინციპს, რომლის მიხედვითაც პროცესების დიდი ნაწილი არა გაცნობიერებულად, არამედ გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. ანუ როგორც თვითონ იტყოდა, ჩვენ საკუთარ სახლში ჩვენ ბატონ პატრონები არ ვართ. ეს ნიშნავს, რომ კი არ უნდა ვიკითხოთ როგორ, უნდა ვიკითხოთ რატომ. მართლაც რატომ მივიწყებთ იმას, რასაც ვივიწყებთ? რატომ ქრებიან ჩვენი გონებიდან კონკრეტული მოგონებები და არ ქნებიან მაგალითად სხვა მოგონებები? მაგალითისთვის, ვიდეო თამაში Silent Hills მეორე ნაწილში
თავარი პროტაგონისტი თავის დაკარგულ ცოლს ეძებს, რომელიც აღმოჩნდება, რომ ცოცხალი აღარ არის. უფრო ზუსტად რომ თქვა, ცოცხალი არ არის თავად ამ პერსონაჟის ხელშეწყობით, რადგან მან შეასრულა უკურნებელი სცენით დაავადებული ცოლის ბოლო სურვილი, რაც იდეაში ქმრის ხელით ევთანაზიას გულისხმობდა, მაგრამ მას ეს არ ახსოვს. და რატომ? ფროიდი ამბობს, რომ მოგონებები, რომელიც შეიძლება ბრალეულობას, სირცხვილს ან მტკივნეულ ემოციებს აცოცხლებდნენ, შედარებით ადვილად ხდებიან დავიწყების მსხვერპლი. ჯეიმსის ან მთავარი პროტაგონისტის პრობლემაც ესაა. ის ითვალისწინებს ცოლის სურვილს, მაგრამ გულისხმეში იცის, რომ ამას საკუთარი თავისთვის უფრო აკეთებს, ვიდრე ავადმყოფი ცოლისთვის და იბადება ბრალეულობის განცდა, რომელიც საბოლოოდ არამხოლოდ მისი ამნეზიის, არამედ სრულიად თამაშის მთავარი ხაზი ხდება. თუ ვიდეო თამაშები არ გიხიბლავთ, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმს გაგახსენებთ. არა, ამ ფილმს არა, მეორეს, უფრო კარგს. ფილმის ბოლო ნაწილში სუსტად დავიწყების მოტივით მოქმედებს მთავარი პერსონაჟი, როდესაც ის აცნობიერებს, რომ მას არ შეუძლია იმ სიმართლით ცხოვრება, რომელსაც ამდენი ხანი უარყოფდა. მიუხედავად იმისა, რომ იცის ფაქტი არსად გაქრება, თითების ჯადოსნური მოძრაობით ივიწყებს ამ ფაქტს და აგრძელებს ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს არის იმ მექანიზმის ილუსტრაცია, რასაც ჩვენი გონება ხშირად ჩვენი ცნობიერის ჩართვის გარეშე აკეთებს. სამწუხაროდ მსგავსი ირონიის მსხვერპლი შეიძლება გახდეს არამხოლოდ ინდივიდი, არამედ საზოგადოებაც, რადგან არსებობს კოლექტიური მეხსიერებაც, რომელიც ინდივიდუალური მეხსიერების მსგავსად არ არის დაცული დავიწყებისგან. კოლექტიური მეხსიერება არ უნდა გავიგოთ ისე, როგორც ადამიანთა ჯგუფის მიერ ერთნაირი წარმატებით დამახსოვრებული ფაქტების ერთობლიობა. არა აუცილებელი ის იყოს ობიექტური სინამდვილის ამსახველი. კოლექტიური მეხსიერება უფრო მეტად წარმოადგენს კონკრეტული საზოგადოების სუბიექტურ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტის მიმართ. თუმცა დღეს უკვე აღარც მეხსიერება და არც ისტორია არ არის ინტერპრეტაციისგან თუ დამახინჯებისგან დაცული. სუსტად ამიტომ კონკრეტულ ადამიანებს ან ჯგუფებს, ვისაც ხელი მიუწვდება ძალაუფლებაზე, ხშირად აქვთ ცდუნება თავიანთი ინტერპრეტაციები და ყალბი მეხსიერებები ჩაუყენონ სხვა ადამიანებს. ყალბი ინფორმაცია თუ იდეა, ბაქტერიას გავს, ვირუსს, რომელსაც ხელშეწყობის შემთხვევაში ადვილად შეუძლია როგორც ინდივიდის, ასევე მთლიანად საზოგადოების ინფიცირება. ალბათ შეამჩნევდით, რომ საზოგადოების, ხალხის და თუ ზოგადად სახელმწიფოს იდენტობა ხშირად ეფუძნება არა მათ მომავლის იდეებს, არამედ მათ ტრადიციებს და წარსულს. ახლა მაგალითიც რომ მოვიშველიოთ, ალბათ გახსოვთ, როგორ გახდა აქტუალური ერეკლე მეორეს და გეორგიევსკის ტრაქტატის თემა. თითქოს არ საიდან მოვიდა, მაგრამ ამის მიზეზი ისაა, რომ ერთი შეხედვით ისტორიული ფაქტი არამხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელი და მომავალი რეალობის ფორმირებაზეც ახდენს გავლენას. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ ამ ტრაქტატის შეფასების ორი სხვადასხვა ვარიანტი. პირველ შემთხვევაში, თუ ტრაქტატს ავიღებთ როგორც ქართველებისთვის ცალსახად წამგებიან მოცემულობას, რომელმაც რუსეთს საქართველოზე ასეთი ზეწოლის საშუალება მისცა, მაშინ ბუნებრივია, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება საფუძვლად დაედოს იმ აზრს, რომ რუსეთი არასანდო პარტნიორი და ქართული სახელმწიფოებრიობის მტერია. მეორე ვერსიით, თუ ვიტყვით, რომ ეს ტრაქტატი იყო საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა და უფრო დიდი მტრისგან დაცვის საშუალება, მაშინ ეს ლოგიკა კვარნახობს, რომ დღესაც შეგვიძლია რუსეთთან იგივე ან სხვა ტიპის თანამშრომლობა ვცადოთ, ახლომეზობელი გერჩვენოს შორეულ ნათესავსო პრინციპით. ორივე შემთხვევაში ფაქტი ერთია, ტრაქტატიც ერთია, მაგრამ როგორი კონტექსტით და ემოციური ფონით დაემახსოვრებს მას საზოგადოებას, საბოლოო სურათს ეს ძალიან შეცვლის. შესაბამისად, ერეკლე მეფის გადაწყვეტილების გამართლება, არ გამართლების საკითხიც რეალურად არაუბრალოდ წარსულის შეფასებას ემსახურება, არამედ ჩვენი საზოგადოების დღევანდელი თუ ხვალინდელი დღის განსაზღვრას. კერძოდ ამ თემას რუსეთთან და დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიასთან აქვს ბმა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი თუ როგორ დარჩება ჩვენს მეხსიერებას თუ ისტორიას, ესა თუ ის მოვლენა და ფაქტი. რადგან ამ მოვლენების თუ ფაქტების შენახვის პროცესში ძალიან ბევრი ინსტიტუციაა ჩართული და მათ შორის სოციალური მედიაც, ძალიან ძნელია თავი დაიცვა იმ ჭუჭყისგან, რომელიც ამ პროცესებში იქმნება, მაგრამ აუცილებელია. როგორც მიშელ ფუკო ამბობდა, კოლექტიური მეხსიერების რეპრესიას კონტრმეხსიერებით უნდა ვებრძოლოთ, ანუ ოპოზიციური მეხსიერება უნდა გავააქტიუროთ და წინააღმდეგობა გაუწიოთ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელსაც სახეში გვაყრის ყველა, ვისაც ჩვენი გონების კუნჭულში თავისი ინფორმაციის ან თავისი ინტერპრეტაციის ჩაკვეხება უნდა. კომპიუტერულ ენაზე რო ვთქვათ, ეს ფაილზე ახალი ფაილის გადაწერის მექანიკაა. ძველი ფაილის ახლის ჩანაცვლების მცდელობა, რომელიც თუ წარმატებით განხორციელდება, სავალალო შედეგები შეიძლება მივიღოთ. აქედან გამომდინარე, როდესაც რაღაცას ვივიწყებთ, ერთი შეხედვით თავიდან ვიცლებთ ჩვენთვის უსარგებლო ინფორმაციას, მაგრამ ვათავისუფლებთ ადგილს ახალი ინფორმაციისთვის, რომელიც შეიძლება 1000 გზის ინტერპრეტაციის თუ დამახინჯების გზით მოვიდეს ჩვენთან. ამიტომაც დავიწყების ან დამახსოვრების აქტი არამხოლოდ პერსონალურია, არამედ სოციალურიც და ხშირად პოლიტიკურიც კი. ჩვენი მეხსიერება ჩვენი ძალაა სიყალბესთან და ტყუილთან ბრძოლაში. ჩვენი ინდიფერენტულობა კი ჩვენი სისუსტე, რომელიც შეიძლება ნებისმიერად გამოიყენოს. განსაკუთრებით კი მან, ვინც ადმინისტრატორის უფლებას ფლობს. და თუ მაინც გინდათ, რომ კომპიუტერში ახალი ალბომები ჩამოწეროთ, რამდენიმე მათგანს მეც გირჩევთ იმ დათქმით, რომ მოსმენის შემდეგ მათი წაშლა არ მოგიწევს. და თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ შეგიძლია დაივიწყდეს ალბომიც, ეს არხიც და მეც, სანამ ზე ჯერ კიდევ ანათებს. აქ გეტყვით, რომ ეს ვიდეო ჩაწერილია პოდკასტ არეაში, რომელშიც შეგიძლიათ მიიღოთ ბევრი სხვადასხვა ტიპის მომსახურება ვიდეო პროდაქშნთან დაკავშირებით, იქნება ეს პოდკასტების ჩაწერა, ვიდეოს ჩაწერა თუ სხვა მომსახურება. ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ ლინკზე, რომელიც აღწერაში იქნება, დავუკავშირდეთ მათ და განახორციელოთ თქვენი იდეა.